მოგესალმებით. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ სახელგანთქმული ძიუდოისტი ილია სულამანიძე. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ ხარ? კარგად. კარგად, მეც კარგად. ილია, შენ ეხლა ხანს დეკემბერში მოიგე ტოკიოს გრან სლემი. ეს შენთვის რას ნიშნავს და მე პირადად უყურებდი ამას და ძალიან გახარებული ვიყავი თან. ეს რაღაც მინდა ვთქვა, რომ სანამ ანუ იმ პერიოდში ზუსტად მინდოდა ჩაწერა, შენ ჩაწერა და რომ მოვიკითხე, აი მიდიოდი უკვე ექსში წინასწარის ქონდა და რაღაცა ძალიან კარგი ესეთი განწყობით ვიყავი, მე ესე შენს ბრძოლას, ჭიდაობას უყურებდი ესე და ამ დროს რომ მოიგე, ესე ძალიან გამიხარდა, რომ აი კარგი აურა აურით უყურებდით, ხო, ეს ძლიერი აურა ყოფილა იგრძენ. დაბა, შენთვის. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ძალიან ვაფასებ ყურადღებას. რაც შეეხება ჩემ გრანდსლემის ოქროს, ძიუდოს სამყაროში ზოგადად ბევრი გრანდსლემი ტარდება წლის განმავლობაში, მაგრამ ერთ-ერთი კი არ ყველაზე ძლიერი შეჯიბრი გრანდსლემის შორის არის ტოკიოს გრანდსლემი, ვინაიდან იღებს ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები, ამ გულისხმობ იაპონიას, 4 იაპონელი იღებს ძირითადად მონაწილეობას ამ შეჯიბრში თითო წონით კატეგორიაში და ისე სრულდება ხოლმე ყველა წონაში, მაგალითად წელსაც, წინა წელსაც და წინა წლებში 60 კილოში მაგალითად 4-ვე ადგილი კვარცხლბეკზე იაპონელების იყო 66-73 და ძალიან იშვიათად რომ ეს პირველობა მათ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა წაართვას და ამ კუთხითაც რომ ავიღოთ რა, ჩემი გამარჯვება ძალიან დიდი რამეა რა, ესე ვთქვათ, განიერებაში რო არ გამომივიდეს, ნუ როგორც ქართველებისთვის და საქართველოს ძალიან დიდი წარმატება ეს ოქრო ტოკიოს გრანდსლემზე რა. თან ახლა ეს თვითონ ძიუდო ხო იაპონური სპორტია ასე. ჩვენთან როგორც ქართული ჭიდაობა ტარდება ტრადიციული, აი ვინმე რო ჩამოვიდეს და უცხოელმა რო ამ ქართულ ჭიდაობაში გამარჯვება მოიპოვოს და დაამარცხოს ქართველები, იგივე პროპორციაა რა. და ის ალბათ ეს ფაქტიც რომ თვითონ ეს მაინც იაპონური სპორტი არის, წარმოშობით იაპონურია. კი, და თვითონ იაპონელებისთვისაც ძალიან დიდი პრესტიჟია, შეიძლება სოფლიოს არ აქცევდნენ იმდენ ყურადღებას აზიის ჩემპიონატს, ნუ ოლიმპიადას არ ვიტყვი, რომ ოლიმპიადა ყველაზე დიდი შეჯიბრია, რამდენადაც ტოკიოს გრანდსლემს და თვითონ სპორტსმენებსაც გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება სოფლიოზე არ გამოხატოს ემოცია და ტოკიოს გრანდსლემის მოგების შემთხვევაში რაღაც ემოცია ცრემლიან, სიხარული შეეტყოს რა. ხო, და შენც რა თქმა უნდა უფრო მეტად იყავი ალბათ ისეთი გახარებული ამ კუთხით, ხო? კი, ეს медали რომ აქვს, ნუ ჩემი კარიერის განმავლობაში ეს медали როცა აქვს სპორტსმენს ტოკიოს გრანდსლემის ოქრო, რა თქმა უნდა, სასიხარულოა რა. ისე თვითონ იაპონელებს აქვთ აი რაღაცა ქართველების მიმართ უფრო მეტად სხვანაირი დამოკიდებულება, იმიტომ რომ იციან ძლიერები ვართ, ძლიერი ასეთი ჩემპიონები ყავს და ანუ ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე ესეთ სერიოზული მეტოქეები ვართ და კი ბატონო, კი, დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ერთია ხო სხვა დამოკიდებულება აქვთ, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ წარმატებულები ვართ, მათ გამოგონილ სპორტში და გვაფასებენ ძალიან, მაგრამ სტილურად რო ავიღოთ და ძიუდოს კუთხით განვიხილოთ, ძალიან უჭირთ მათ, რაც ახსენე ქართული ჭიდაობა, რომელიც ჩვენ გენში გვაქვს, ამ სტილთან გამკლავება, რადგან კლასიკური ძიუდო არის იაპონური და ამის გარდა, ესე ვთქვათ, ქამარს ჭიდაობა, ძალისმიერი ჭიდაობა იაპონელებმა დიდად არ იციან რა, ესე ვთქვათ, რაც ჩვენ ვიცით და ამიტომ ძალიან უჭირთ ხოლმე ჩვენთან ჭიდაობა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ სტილს წარმოვადგენ ქართულ სტილს ძალისმიერს და ესე ქამარს ჭიდაობას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ქართველებთან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვანაირი დამოკიდებულება აქვს და სხვანაირი შემართებით გამოდიან რა. გასაგები ხო შეიმჩნევა კიდეც ყოველ შემთხვევაში ესე შორიდან რაღაც რო უყურებ ხოლმე ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება. რაც შეეხება ხა ესეთი ცოტა მტკივნეული თემა მინდა მოვწიო წინ, მაგრამ რას ვიზამთ ხა ესეც ესე თუ მტკივნეული იმ ხრივ რომ რა თქმა უნდა, უბრალოდ ის რომ ოქრო ვერ აიღე ოლიმპიადაზე და იყო რაღაც მიზეზები და თორემ ხა ვერცხლის აღება და ვერცხლის პრიზიორობა რასაც კვირველია ძალიან დიდი მიღწევარი ოლიმპიადაზე და ამას გილოცა მთელი გულით, მაგრამ მე მგონი ყველა სპორტსმენისთვის მეორე ადგილი უფრო ის არის ხოლმე მტკივნეული ვიდრე ეს
ბრინჯაოს პრიზიორობა ხო და ხო აი ეს რა ის ქონა განცდა ქონდა ხო ესეთი სხვათა შორის ტკინეული აღარ არის რა ძალიან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს უკვე ამ მოვლენასთან დაკავშირებით რადგან ძალიან ბევრჯერ გავიარე ძალიან ბევრჯერ თქვენსავით კითხვა დამისვეს ბევრჯერ მომიხდა ლაპარაკი და ძალიან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს ამასთან დაკავშირებით ხო და ნუ ერთი რაც არის რაც თქვენ თქვით რომ მეორე ადგილი სპორტსმენისთვის რაც არ უნდა შეჯიბრი იყოს ევროპის ჩემპიონატი სოფლიო ოლიმპიადა მეორე სხვათა შორის მეტად მძიმეა ვიდრე მესამე ნუ იერარქიით ხო მესამე უფრო ქვევით დგას და მეორე უფრო მაღლა მაგრამ სპორტსმენი როცა მეორეზე გადის და მარცხ ხდება ფინალში ის შეჯიბრს უნდა თუ არა დამარცხებით ასრულებს და ძალიან დამწუხრებულია ხოლმე და მესამე ადგილი იმისთან მიუხედავად რომ იერარქიით ქვევით არის მაინც სპორტსმენი გახარებულია და ღიმილით ხდება ხოლმე კვარცხლბაზე რადგან გამარჯვებით ასრულებს თავის გამოსვლას შეჯიბრზე ამ კუთხითაც ამ სამეულში პირველ მეორე მესამეში ყველაზე რთული ადგილი შემხვდა კვარცხლბაზე ეგეც იყო და ნუ რა ის შეცდომა რა შეცდომაც მე დავუშვი ოლიმპიადის ფინალში რა თქმა უნდა ძალიან დასანანია და სხვათა შორის გავაანალიზეთ უკვე კარგად გადავხარშეთ ყველაფერი და უფრო მეტად შევეცადეთ უფრო მეტად გავეძლიერებინეთ ამ ყველაფერს ვიდრე პირიქით რაღაც უკან დავეხიეთ რა თან რაღაც აი ძალიან დამაჯერებლად მიდიოდი მთელი ტურნირი ასე ვთქვათ და რაღაც და შეხვედრაც და უკვე რაღაცა წამები რო იყო დარჩენილი და აი მაინც რას ანუ არ ვიცი შეიძლება მე არ მომისმენია მაგრამ რას აბრალებ ანუ საკუთარ თავში რაღაცა ანუ რაიმე იყო ესეთი მომენტი რომ უცებ დაიბენი შეგეში ანუ რა იყო ისეთი რაც მე რო გადახედე აი ჩავარდნები რო იყო კი ჩავარდნები რა თქმა უნდა ეგ ჩავარდნები ესე ფიზიკურად ხო მაგრამ რატო გადავწყვიტე ეგ ჩავარდნები ვიტყვი რა ძალიან ბევრი შეფასება შეიძლება მიცეს ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება თქვან რომ რაღაც განვიცდიდი ან რაღაც კონცენტრაცია დავკარგი მაგრამ მე რომ მახსოვს ჩემი თავი არც ერთ წამით არ დამიკარგავს კონცენტრაცია და უბრალოდ იმ მომენტში ეხლა რო ვფიქრობ თანდათან იყო არასწორი გადაწყვეტილება დროის გაყვანის და არასწორი ტექნიკით გადავწყვიტე დროის გაყვანა და ამან სავალალო შედეგიც გამოიღო რა ის რომ მაგალითად არ ჩაგითვალეს იპონი უბრალოდ იპონი არ იყო და შეიძლება იმ მომენტში ფიქრობდი რომ იპონი იყო და ამ დროს არ იყო აი ეს მომენტი აი უცებ ხوارი მოხდა რაღაცა საერთოდ არ მიფიქრია მაგ ყველაფერს ნუ და ჩვენთვისაც რაღაც ხო იცი უცებ რაღაც ძალიან მობილიზებული ვიყავი და ჩაოლებრად არც რაღაც ემოციურად არა აუშლია ჩემი ნერვები ამ ყველაფერს ჩაოლებრად მივყავ და უბრალოდ რაც თქვი რომ არასწორი გადაწყვეტილებით არასწორი ტექნიკით ვცადე რა დროის გაყვანა და დასრულება შეხვედრის ამან გამოიღო ეს ცუდი შედეგი და რაც არ უნდა იყოს ახლა შეიძლება თქვან რომ იპონი იყო ვაზარი იყო ან რაღაც არ უნდა მოეცათ მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მე რომ ის ნაბიჯი არ გადამედგა და ის თქვათ ისე დრო არ გამეყვანა როგორც ჩავთვალე საჭიროდ ჩაულებრივად ოლიმპიური ჩემპიონი ვიქნებოდი რა ანუ ესეც ალბათ გამოცდილება კი ძალიან კარგი ძალიან ძირადღირებული გამოცდილება მივიღე უბრალოდ ისე მოხდა რომ მაინც და მაინც ფინალში მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ წინ არის ყველაფერი ანუ რა მინდა ვთქვა რომ იმ მომენტიდანვე გადავხარშე ეს ყველაფერი და რაღაც დიდი ემოციური დანაკლისი არ დაუტოვებია იქიდან გამომდინარე რომ ვიცი რომ ეს ყველაფერი არ დამეხმარება რომ რაღაც ამ ყველაფერზე ვინერვიულო და პირიქით ეს ძალა და ეს მოვლენა სწორად მიმართე და უფრო მეტად მაძლიერებს ვიდრე პირიქით და ანუ ის განცდა როგორც ჩვენ მაგალითად რო გქონდა მაყურებლებს რო რაღაც უსამართლო გადაწყვეტილება იყო ანუ მსაჯების მხრიდან და ისა ეს განცდა გქონდა უფრო მეტად იმის განცდა მქონდა რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი და რეალურად ეგრეც იყო რა თქმა უნდა მსაჯებს შეეძლოთ ის მიეცათ მაგრამ შეეძლოთ არ მიეცათ კიდევაც შეეძლოთ ვაზარი მიეცათ შეეძლოთ იპონის მიეცათ მაგრამ ეს როგორ თქვა რა ამ ყველაფერზე სპორტსმენმა არ უნდა იფიქროს რა უფრო მეტად თავის თავს უნდა დაუკვირდეს და ჩაუკვირდეს რადგან შემდეგ შეჯიბრებებში იგივე შეცდომა არ დაუშვას საჯები ისეთი რამეა არასდროს არ არის ჩვენს დამოკიდებული და აზრი არ აქვს მაგაცე ფიქრს
ხო. ეს სპორტი ალბათ საინტერესო არის მაგითაც, რომ ანუ შეიძლება ჩვენ ძალიან გვიყვარს, რომ ყველაფერი რაღაც ავტომატიზირებულია და ისინი რა ის ძალიან სამართლიანია, თუმცა რაღაც ხიბლს უკარგავს ხოლმე და ინტრიგას უკარგავს ხშირ შემთხვევაში ხა ფეხბურთში როგორც არის მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთიც და სხვა სპორტების წარმომადგენლებიდან ვიცი, სხვა სპორტებში უფრო მეტად რა არ დავასახელებ ხა სპორტს, უფრო მეტად კორუფცია და უფრო მეტად ესე თვალსაჩინოდ ხდება ხოლმე საჯების მოსყიდვა ან ასე შემდეგ და ძიუდო ფიქრობ დიდი ქვეყნებიდან ხო თუ როგორ არის სხვა სპორტში რა დიდი ქვეყნებიდან რა თქმა უნდა დიდი ქვეყნებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და შესაძლებლობა ამის მაგრამ ძიუდოში რომ თქვა რომ ესეთი რაღაც სავალალო სიტუაცია ამ კუთხით არა იმიტომ რომ რაღაც მეტნაკლებად არის სისუფთავე და არ არის ისეთი შემთხვევები როცა როგორ თქვა აი როგორც 100%-ით მოგებულს რომ წააგებინებენ ხოლმე ესეთი რამე არ ყოფილა. თუმცა აი ესეთი ადამიანური მიკერძოება არის ხოლმე ეს. ერთი ადამიანური მიკერძოება რა თქმა უნდა და მეორეა კიდევ საჯების შეცდომები. ნებისმიერი საჯი ადამიანია რა თქმა უნდა და ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას რა ნუ უყურებენ გადამეორებით ხო უყურებენ ის ყველაფერს. უყურებენ მაგრამ ანუ მე ჩემ ფინალზე არ ვსაუბრობ ზოგადად საუბრობ რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას უსამართლობის ცნობა ამ ყველაფრის გამო გაუჩნდეს რომ ვიღაცას რაღაცა შეეშალა მაგალითად 4 ტატამი რომ არის მაგალითად ხა პარიზის გრანდსლემზე 3-4 ტატამია ხოლმე და ის მთავარი გუნდი რომლებიც იმეორებს 4-ვე ტატამზე შეიძლება ვერ იყოს და რომელიმე შეხვედრაში რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს იმ შეცდომის გულისთვის რომელიც იქვე მყოფმა საჯმა დაუშვა ამას გულისხმობ რა და ხო, მაგრამ მაგას ვკითხულობ ზუსტად რომ მე თუ რაღაცა ისეთი საჩოთირო მომენტი არის იქვე ხო ნახულობენ ამას ამ ვიდეო კი რა თქმა უნდა მაგრამ აი ბევრი ხო შეიძლება ვერ მოახერხონ და გამოეპაროთ რა არ ვამბობ რომ ახლა ყველა წმინდანია და რაღაც სულ 100% სამართლიანად იღებენ გადაწყვეტილებებს მაგრამ სხვა სპორტებთან შედარებით ფიქრობ ან მე რაც მოვისმინე ბევრ სპორტთან შედარებით ძიუდო მეტნაკლებად სუფთა სპორტია ამ კუთხით კი და ზოგადად ალბათ ძიუდოს ერთ-ერთი ელემენტი არის და ასეთი შეიძლება დახასიათდეს როგორც ძალიან ვაჟკაცური სპორტი. კი, ძიუდოს პრინციპებში ჩვენ თავიდანვე გვასწავლდნენ პატივისცემას, ნუ ყველაფერი იქ შესვლიდან დაწყებული, მისალმებიდან, გამოსვლიდან დამთავრებული, ყველაფერი პატივისცემაზე არის აგებული რა. ამ ესე ვთქვათ ბოდზე და ძალიან ბევრი ღირებულება არის ისეთი რაც ცხოვრებაშიც გამოგადგება რა. ეხლა ვაჟკაცური რომ ვთქვი ეს არ გულისხმობს სექსისტურს, ანუ ქალები ძალიან მაგრები არიან, არ გულისხმობს პატივისცემას. ხო, ტრადიციული გაგებით კი ბატონო. ხო, ესეთი. ხო და აი შენ თქვი რომ მაგალითად ეხლა ოლიმპიადაზე რომ მე მალევე გადავხარშე ეს ყველაფერი და მალე გავიდა ეს რაღაცა წენა და მომენტი და აი როგორ ახერხებ ამას რა გაქვს მეთოდი გაქვს რამე შემუშავებული თუ შენ თვითონ ხარ ეგ ტიპი მეთოდი მაქვს რამე შემუშავებული არა მაქვს იმიტომ რომ ეგეთი შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში პირველი იყო და იმედი მაქვს რომ არ განმეორდება და ეგ მეთოდი კიდევ არ დამჭირდება რამაც შემაძლებინა რომ ეს ყველაფერი გადამეხარშე უფრო ჩემი წვრთნელის იქვე ლაშა გუჯედიანის დამსახურება იმის თუნდაც 1-2 სიტყვის გამოხმარებელი ფრაზების სიტუაციის და ალბათ იმ ანალიზის რა რომელიც ჩემ თავში მიდიოდა იმ მომენტში რომ ჩემი იქ თუნდაც ბევრი ცრემლი ამ ყველაფერში დარჩენა რაღაცა ეს ემოციური ფონი არაფერს არ მომიტანდა კარგს და რეალურად ეგრედაც არის რომ ამ ყველაფერში თუ დარჩი შემდეგ გაგრძელებას ვეღარ მოახერხებ და ამ ანალიზის შედეგად მივხვდი რომ ნოდა მეტოვებია რაც იყო წარსულში და ესეც მოხდა რა. ხო, თან ძალიან ახალგაზრდა ხარ და წინ არის ყველაფერი თუ მეტეს. ხო, ანუ სპორტსმენებისთვის ეს ალბათ ძალიან ისეთი ჩვეულებრივი მომენტია იმ კუთხით რომ არის ხანწაგება ხან მოგება ხა ეს ოლიმპიადაზე. ვინცა პროფესიონალი სპორტსმენი მეტნაკლებად მზად არის ამისთვის რა. ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და ზოგადად ისე აი თამაშებისთვის როგორ ემზადებით ხოლმე თამაშები არა და თამაშობთ ძირითადად ზალისტი ზოგადად თამაშით ვიდივართ შედი ფეხბურთის მიყვარს ეს ხო ანუ როგორ ემზადებით ბრძოლისთვის ძიუდოსთვის როცა გადიხარ ხოლმე მეტოქესთან თან ალბათ ძლიერი მეტოქე რო არის და ის შენ რო იცი რო ძალიან რთული ბრძოლა გელის რო ესა ვიტყოდი ამ
ესე გავცემთ პასუხს, რომ ძირითადი მომზადება არის 1 თვით, 2 თვით, 3 თვით ადრე, როცა ძალიან რთულია შეკრებებზე, ვარჯიშებზე თავის გამეტება რა. და როცა შეჯიბრი მოდის და შეჯიბრის მაგალითად 1 კვირით ადრე, ვინც წონას იკლებს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმათთვის, მაგრამ მე მაგალითად ბევრი კილოგრამების დაკლება არ მიწევს და 1 კვირით ადრე ჩემთვის არის ამოსუნ თქვა, ამ ვარჯიშებიდან გამოსვლა და ამ ვარჯიშების შედეგის ესე ზედაპირზე ამოტანა შეჯიბრისთვის და ეს ჩემი ორგანიზმი მაგალითად როგორც დღესასწაულს ისე ხვდება შეჯიბრს, რადგან ისვენებ, მაგალითად არ გიწევს სამჯერადი ვარჯიშები, რაღაცებზე ფიქრი და შეჯიბრს ხვდები როგორც ესე თქვა დასვენებული ადამიანი. და თავარია ემოციებს არ უნდა აყვე, არ უნდა იფიქრო წინასწარ რა მოხდება. ეს სამით მთელი ცხოვრება რა თქმა უნდა ვიმზადებით, მაგრამ კონკრეტული შეჯიბრისთვის 4 თვიანი, 5 თვიანი მზადებები თუ ბოლომდე თავს გაწირავ და ამ ყველაფერში შრომას ჩადებ, დაგეხმარება რომ შენი ორგანიზმი მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაც ავტომატურად გაგაკეთებინებს შეჯიბრს და იმას რაც საჭირო არის რა. უბრალოდ ამ ყველაფერს შენი თავით და შენი ფიქრებით ხელი არ უნდა შეუშალო, უნდა მიუშვა შენი ორგანიზმი და ენდო იმ ნაშრომს და ნაღვაწს, რაც მანამდე ჩადეთ შენმა და შენმა მწვრთნელმა. და აი ამ ფიქრებს და ნერვიულობას როგორ უმკლავდები? მაინტერესებს. ეხლა მე მაქვს ხოლმე პრობლემა ზოგადად ნებისმიერი რაღაც საკითხის წინ. პირველ რიგში გამოცდილების ამბავი არის, გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგალითად ჩვენ უნდა ვიჭიდავთ ევროპის ჩემპიონატი, უნდა ვიჭიდავთ სოფლიოს ჩემპიონატი. ეს ორი დიდი შეჯიბრი არის 3 წელიწადში, მაგრამ იმისთან მიუხედავად, რომ ჩვენ ძლიერი სპორტსმენები ვართ, ბევრი შეჯიბრი გვაქვს ნაჭიდავები, 2 თვით ადრე ან 1 თვით ადრე მაინც გვიწევს პატარა შეჯიბრის ჭიდაობა, რომ ის მაგალითად ის გაუცხოება, რომელიც გემართება ხოლმე შეჯიბრზე, დიდი ხანი რო გამოტოვებ მაგალითად შეჯიბრს, ის ყველაფერი გადავლახოთ. ეს არის პირველი გამოცდილება და მაგალითად თქვენ რა თქმა უნდა პირველად რასაც აკეთებთ, ან დიდი ხანია რაც არ გააკეთებიათ, რა თქმა უნდა თან აუდიტორიის წინაშე, რა თქმა უნდა ნერვიულობთ. რაც უფრო ხშირად აკეთებთ ამ ყველაფერს ხშირად გადიხართ ყოველ დღე, რაღაც კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ, თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ, რა თქმა უნდა ნერვიულობაც თქვენი ორგანიზმი ეჩვევა უბრალოდ და ეს თქვენთვის არის ჩვეულებრივი ამბავის რა. ამბავი. და აი მაგალითად мотиваციას რა გაძლევს? იმიტომ რომ აი ახლა როგორც ვიცი, ინტერვიუს მოусმინე შენსას, რომ აი ხა ტოკიოს გრანდ სლემზე იყავი, შენი, ანუ ვინც ძალიან მოგწონს ეს ეხლა მწვრთნელია, ხო? რა გვარია? სუზუკი, ხო? მწვრთნელია იაპონიის ნაკრების და ის არიგებდა, ასე ვთქვათ, ხო, შენს მეტოქეს და ანუ ეს ამან რაღაცაც უფრო мотиваცია მოგცა და ეს мотиваცია რო განვიხილოთ ესე და დავშალოთ რა არის რომ мотиваცია არის შენი ორგანიზმისგან წამოსული სიგნალი რომ შენ რაღაცას გაკეთება ძალიან გინდა ხომ და ამ ყველაფერს ბევრი დეტალი აქვს რა უნდა იყოს კარგი ხასიათზე, კარგი ემოციები უნდა გქონდეს იქ, გარემო უნდა იყოს კარგი და ერთ-ერთი ხელისშემწყობი რაც იყო ამ мотиваციის და ამ მდგომარეობის იყო ის დადებითი ემოცია, როცა მე მაგალითად რაც თქვი რომ დილას სამოტივაციოდ ნანახი ვიდეოები სუზუკის და შემდეგ სუზუკი რომელიც არიგებდა ჭკუას თუ როგორ უნდა დავემარცხებინე არაიდოტას მე ფინალში რაღაც კარგი ემოცია გამოიწვია და აქედან ჩემი ორგანიზმი რაღაც უფრო ლაღად და უფრო თავისუფლად იყო რა მაგარია. და აი გამარჯვებას რა ემოცია მოაქვს შენთან? თან მით უმეტეს ხო ეგ ყოველთვის ანუ საქართველოს დროშა ფრიალებს მაგ დროს და საქართველოს ჰიმნი ჟღერდება, როდესაც ორი მომენტია რა და ეხლა რო დავფიქრდი ყველა თუნდაც რამე რო გტკივა, მანდაც ორი მომენტია ან რო დაშავდები რა თქმა უნდა პირველ ცუდი შედარებაა შეიძლება, მაგრამ რო დაშავდები ის პირველი ტკივილი გტკივა და შემდეგ ის არა რეაბილიტაციის პერიოდი და აი რო შევატრიალოთ და კარგი კუთხით დავინახოთ რა შეჯიბრებაზე მოგება რაღაც არის ენთაღუწერელი ემოცია, რასაც ვერ გადმოსცემ, მაგრამ მის შემდგომი პერიოდი, როცა უკვე გამოდიხარ ტატამიდან აანალიზებ შენი გარშემო ადამიანების თვალებში ამ ყველაფერს, მე ჩამოდიხარ საქართველოში, ხვდებიან გულშემატკივრები, ხვდებიან შენი ოჯახის წევრები, უკვე ეს არის რეაბილიტაციის, ისეთი პერიოდი, რაც ბოლომდე გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი აღიქვა რა. და ალბათ ტვინიც
არ აყოვნებს ხოლმე და ამ ყველაფერს ინახავს როგორც დადებით ემოციას და ცდილობს რომ ეს ემოცია ხშირად გაიმეოროს და ეს არის ალბათ мотиваციაც და ყველაფერი რაც გაძლევს ძალას. და ისე ანუ ყველაზე მაგარი მხარდამჭერი ვინ არის ეს შენთან დიდი მხარდამჭერი? ნუ ხე მწვრთნელები და გუნდის წევრები ასეთიველი მხარდამჭერი ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება გაიგო ეგ ყველაფერი, ნუ მე ვინც მაძლევს мотиваციას, ვინც მეტად განძს, მაგრამ მაგალითად ხარდამჭერზე პირველი გამახსენდა ჩემი ძმა და ახსნი რატომაც რომ მაგალითად ჩემი ძმა როდესაც მე გულშემატკივრობს ხოლმე არის აბსოლუტურად შეურაცხადი. ანუ მე ვიდეოები მაქვს ანახი სადაც ვერ ცნობ საერთოდ ჩემს ძმას და იქ ყოფილი თქვა 10-15 ადამიანი საერთოდ ვერც ეკარება მის მდგომარეობას და მის ემოციას და ამ კუთხით რომ თქვა შეიძლება ყველაზე მეტად შაკო განიცდიდეს ჩემ იქ გამოსვლას რა. ეგ გამახსენდა რა თქმა უნდა მხარდამჭერში ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობელი და რა თქმა უნდა მთელი საქართველოს ეს არის ის ძალა და ის мотиваცია, რაც რის მეტი შენ არაფერი არ გაგაჩნია რა, ესე ვიტყვი, რაც გაძლევინებს რომ ეს საქმე აკეთო და თქვა თავი გაწირო ამ ყველაფრისთვის რა. რადგან ხო არსებობს რაღაც აღქმის ინსტრუმენტები რა, მაგალითად აქვს twins რომ რაღაცა აღიქვას ტკივილი, აღიქვას სიხარული აღიქვას, მაგრამ შენ მოგებას ერთადერთი ინსტრუმენტი ამ მოგების აღქმის არის ადამიანები, რომლებიც ამ სიხარულს შენთან ერთად იზიარებენ. აი რა მომენტშიც ეს ადამიანები არ გეყოლებიან, მე პირადად რა შეიძლება ბევრი სპორტსმენი არსებობს და ბევრნაირად აღიქვამს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემ თავზე საუბრობ და ჩემ გამოცდილებას. ანუ ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც მე ჩემ მოგებას და ჩემ გამარჯვებას აღქვამ, არის ის ადამიანები, ვინც ჩემ გარშემო არიან და იზიარებენ ამ სიხარულს რა. ნამდვილად კი. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ადამიანების გვერდით ყოფნა და სიხარულის და ბედნიერების გაზიარება. კი. ნუ ჩემთვის ერთადერთი ის არის რა. თან ახლა მithumetes ჩვენ ქართველებისთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიც და მეგობრებიც. და გულშემატკივარი როგორც წერან აღნიშნა Facebook-ი და სოციალური ქსელები ხშირად არ ვარ ხოლმე, მაგრამ რა მომენტში მაგალითად რა სიტუაცია ყოფილა რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ყოფილი ვარ, ან დაღლილი ყოფილი ვარ და მაღაზიაში შევსულ ვარ, ჩემ ფიქრებში ვარ, ძალიან დაღლილი ვარ და უცებ ადამიანი მიცნობს და იმხელა ემოციას გამოხატავს ხოლმე ჩემი მართ რომ აი ეს ყველაფერი მე რაც დაც ფიქრობ და რაც მეგონა რომ მაგალითად აი ეს ამის გამო ცუდად ნავიყო, ყველაფერი გაქრება ხოლმე და თლიანად დადებითი ემოციით ვივსები ხოლმე რა. ამ ყველაფერს ძალიან მეხმარება მაგალითად. აი როგორც ქართველი გულშემატკივარის ეს ემოცია რა. და რა თქმა უნდა ნუ გრძნობ ასე თუ აი საერთოდ რომ არაფერი არსებობდეს თითქოს იქ შეჯიბრის დროსაც გრძნობ, გამარჯვებისაც გრძნობ თუ რამდენი ადამიანს შეტკივა შენს გამო გული რა. შენ ძმა ახსენე და მე როგორც ვიცი, პატარები იყავი ძალიან მამამ შეგიყვანა ძიუდოზე, ხო? თავის დროზე 5-6 წლის იყავი და წარმოშობით ტყიბული. კი, წარმოშობით დაბადებული, გაზრდილი ტყიბულში. და იქ იყო ეს კი, რა თქმა უნდა. ეს წრე ალბათ. როგორ იყო? კი. ნუ 2006 წელს 5 წლის ვიყავ. ანუ აი პირველი ნაბიჯები. ანუ მე მახსოვს რაღაც ერთი მომენტი მახსოვს, როცა აი დარბაზი ვნახე რა და მარტო ეგ მახსოვს. შემდეგ რა 5-6-7 წლის განმავლობაში ალბათ ანუ 5-6-7 წლამდე დიდი ისინი მომენტები არ მახსოვს, მაგრამ შემდეგ 8-9 წლის შემდეგ კარგად მახსოვს და ის პირველი მისვლა დარბაზში მახსოვს, როცა დარბაზი აღვიქვი თუ როგორი იყო ტატამი, რბილი ტატამი იყო და რაღაც მინდოდა რომ უფრო მეტად ტატამზე ყოფილიყავი ამ რბილ სივრცეზე ვიდრე გარეთ რა. აი ეგ მომენტი მახსოვს. და მიგვიყვანეს ტყიბულში პირველი მწვრთნელი გია ობოლაძე იყო, შემდეგ დამხმარე მწვრთნელები გიგა სოფრომაძე, შალვა ბიბილაშვილი, ირაკლი მერკულაძე, რის გამოდაც ძალიან დიდ მადლობას უხდი ყველა. შემდეგ უკვე ნაკრებში შემოვედი და ლაშა გუჯეჯიანი დამხვდა და 16-17 წლის შემდეგ ამ ნაკრების დონეზე ლაშა გუჯეჯიანი ჩემთან ერთად და იმ მწვრთნელებთან ერთად რომლებიც ჩამოთვალე აგზელებს ჩემ მწვრთნას და აღზრდას. ისე ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ხო თვითონ ან მithumetes აი პირველი ნაბიჯებიდან მწვრთნელების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ და ზოგადად გარემოცალო ხო რომ აი შეგიყვარდეს და ხო არის ხოლმე ბავშვი შეიყვარენ სადღაც და
შეიძლება რაღაც არ მოეწონოს და აღარ უნდოდეს კი ბატონო. სადაც სიარული და ეს ანუ აი რა იყო ჩვენ ესე ხოლმე, რა. ვიცით ხოლმე, რომ მამა ჩემმა იცის ხოლმე ესე თქვა, რომ სამი რამეა მნიშვნელოვანი ჩემ მწვრთნელმაც რა უпростоრად. პირველი რა თქმა უნდა მწვრთნელი თუ როგორი არის ის, მეორე მშობლის დამოკიდებულება თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფერში ბავშვი ხელი შეუწყოს და მესამე რა თქმა უნდა ბავშვი. ამ ყველაფერს როგორ აღიქვამს და როგორ უნდა ამ ყველაფერში ჩართული იყოს თუ არა. რა თქმა უნდა ესე ვთქვათ, აქვს ყველა ადამიანს თავისი მიდრეკილება და თავისი მიმართულება, სადაც უფრო კარგად გრძნობს თავს და სადაც რაც უფრო გამოდის და რაც უფრო არ გამოდის. მაგალითად ორი ბავშვი 5-6 წლის რომ დააყენო და კარში დარტყმას თხოვო 10-დან შეიძლება 1-მა 9 გაიტანოს, 10-დან 3 გაიტანოს და ეს რაზეა დამოკიდებული ხო ბავშვზე და მის ტვინზე და როცა ასეთ მიმართულებას პაულობ ბავშვობიდან და მწვრთნელის ხელს იწყობს, მშობელის ხელს გიწყობს, რა თქმა უნდა, შენ აღწევ წარმატებებს და ამ ყველაფრით უკვე კავდები მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყოფილა ესეთი მომენტი, რომ მაგალითად აი რომ გაიზარდა უკვე ცოტა ესე თინეიჯერობის პერიოდში, ყველაზე რთული პერიოდი რო არის ხოლმე ზოგადად გარდატეხის ასაკი და იმ დროს, იმიტომ რომ რაღაც კითხვები გიჩნდება არის თუ არა ეს ჩემი მინდა თუ არა ეს ვაკეთო რაღაც და აი მაგალითად ის რომ მშობლიმ შეგიყვანეს, მაგრამ ვარ ყოფილა ეს მომენტი, რომ აი ეს რაღაც თავის დანებება არა, მაგრამ ისეთი რა ცოტა მოშვებასავით ყოფილა ესე თუ არა? არა, რადგან ძიუდო რა ბავშვობიდანვე მაძლევდა იმ ემოციას, რა ემოციითაც მე კმაყოფილდებოდი. რომ დაუკავშიროთ რა იმას, რასაც აკეთებ კიდე მეორე მხარე არის შენ შემოქმედებითი მხარე, რაც ახლა ძალიან იშვიათად არის ხოლმე სპორტსმენი, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ესე არ მყავს ნანახი, რომელიც რა ვიცი, ესეთი დაჯილდოებულია ყველანაირი შემოქმედებითი ნიჭით, დაწყებული მუსიკიდან დამთავრებული, რა ვიცი, ლიტერატურის სიყვარულით და სიმღერითაც ხო თუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ესეთი ახლო კავშირი გაქვს ამ ყველაფერთან და თან რასაც უყურებ ეს რაღაცნაირად ძალიან დიდ ხო ეხლა უყურავინ არ გაძალებს რა თქმა უნდა არც დაკვრას არც და უბრალოდ მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს და აი ეს ბავშვობიდან გაქვს ალბათ ხო ეს კი ბავშვობიდან ნუ მამა თუ იყო პასუხისმგებელი სპორტზე, დედა უკვე სწავლაზე და ამ შემოქმედებით ხარეზე იყო და პიანინოზე დავდიოდი, მე და ჩემი ძმა დავდიოდით სხვათა შორის და სადღაც ბევრი წელი ვიარეთ. და ამ აქედან ნუ ვერ ვიტყვი ჩამომიყალიბდა თქო, რადგან მანამდეაც მომწონდა და პროცესშიც მომწონდა და ალბათ მიდრეკილება მქონდა ამისკენ, პიანინოდან გამომდინარე შემდეგ სხვა ინსტრუმენტებით შევისწავლე და ამ ყველაფერში რაღაც უფრო კარგად გრძნობ თავს, ესე ვთქვათ და თავისუფლად გრძნობ თავს ამ შემოქმედებით ხარით რა. ხო და არ მომწონდაო თქვი და მე უკვე დიდობაში უკვე კარგად რო გაიყვე მე ხო? არ მეგავი არ მომწონდა და ესე არის. არა ვერ ვიტყვი მომწონდა. ხო. გასაგებია ხო, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ დაუშვათ მით უმეტეს მუსიკაზე და იმაზე ბიჭები რო შეყავთ ხოლმე, რაღაცა არ მოსწონთ მე უკვე და ანებებენ თავს და კი, ნუ მუსიკაზე რა უფრო ამ მუსიკის შესწავლის პერიოდი რა როგორც სხვა სფერო ძალიან რთული არის რა ტექნიკურად შრომა ჭირდება ამ ყველაფერს და მაგალითად როცა სახლის გარედან ბავშვების თამაშის ხმა ისმის და შენ რო პიანინოზე მეცადინებ, რა თქმა უნდა შეიძლება წაგზლიოს სულმა და გახვიდე გარეთ, მაგრამ აი ეს არის რთული უფრო ვიდრე მუსიკის სიყვარული რა ხომ ხვდებით. ამ ყველაფერში შრომის ჩადება რა. თორე არ ვიცი ძალიან იშვიათად რომ ადამიანს არ უნდოდეს რომ მაგალითად ან პიანინოზე უკრავდეს ან რამე ხელოვნების სფერო არ იყოს მასში რა. და ეს გამშვიდებს ხო რაღაც როცა ნუ კი რა თქმა უნდა დაკვრა უფრო გიყვარს თუ მოსმენა დაკვრა რა თქმა უნდა შესრულება რადგან იმ მომენტში სრულიად თავისუფალი ვარ და ჩემ გემოზე არის თუ როგორ ავიღებ ნებისმიერ ნოტს და თუ როგორ გადავაკეთებ ან განმოვაკეთებ რა მთლიანად მე ვარ ამ ყველაფრის შემსრულებელი და როდესაც მსმენელი ხარ ეს პირიქით ვინც ასრულებს იმის მსმენელი ხარ და ახლა ანუ სხვაზე ხარ უფრო დამოკიდებული მაგრამ რა თქმა უნდა მოსმენაც მიყვარს აუ რაღაც შერვაკეთებ ის უფრო გიყვარს ზოგადად ხო ჩემზე რო ვარ დამოკიდებული და ჩემ გემოზე რა თქმა უნდა მანამდეც რომ ვიგულისხმო რომ რაც მე მომწონს იმის კეთება მინდა მთელი ცხოვრება თქვა ჩემ გემოზე რომ მოვაკეთო და იმისთვის ვჭირდება ყველაფერი შესაძლებლობა რა ეს ვიგულისხმო ხო და
ილო იცი რა მაინტერესებს კიდე აი შენ ახლა რაც ჩამოთვალე ეს მუსიკა ძიუდო და ზოგადად მუსიკის სხვადასხვა ინსტრუმენტებზე იცი დაკვრა და კიდე რაღაც სულ სწავლობ ხო მე მგონი კიდე ითვისებ და ეხლა ჩემ თავიდან გამომდინარე ვიცი რომ ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე რაღაცა ნების ყოფა რაღაცას რომ დავიწყებ და აი ხო იცი იმას ხო დრო ჭირდება სანამ კარგად ჩავეს აი ძალიან ეს ნების ყოფა არის ხოლმე ის მომენტი როდესაც აი ნუ სხვათა შორის ეს ნების ყოფაც რო აი იმას როგორ უკლავდები როგორ კი ან ნების ყოფაც სხვათა შორის რომ გავშალოთ რა ის მომენტია როდესაც თქვენი ტვინი და თქვენი ორგანიზმი რაღაცას ეჯახება და ამ ყველაფერთან შეჯახებაში საბრძოლებლად მზად არ არის. და ამ ნების ყოფის გადასალახად რა არსებობს სპეციალური ტექნიკები, რა თუ დაგაინტერესებს რა თქმა უნდა გეტყვით. ანუ მე რაც ჩემ თავზე გამოვცადე ინსტრუმენტების და ნებისმიერ ახალი სფეროს შესასწავლად რა ტექნიკებიც უფრო მეტად დოზების გადანაწილებად თქვენ დაგეხმარებათ იმაში რომ ეს პროცესით თქვენ გესიამოვნოთ რა. რა თქმა უნდა აი როგორ თქვა ყველაზე მოტივირებული როცა ხართ რაღაცა ენთუზიაზმი გაგაჩნიათ რომ რაღაც ახალი სფერო შეისწავლოთ რა თქმა უნდა მიდიხართ და პირველ 2 დღეში 3 დღეში მთლიანად იხარჯებით ხოლმე და რა თქმა უნდა ეს თქვენი ორგანიზმი ამისკენ გიბიძგებთ მაგრამ მანდ არის ზუსტად ყველაზე ისეთი დასაკვირვებელი მომენტი როცა ეს ყველაფერი უნდა გადაანაწილოთ და არ მიახარჯოთ მაგალითად პირველი ენერგიის დროს რა. ნუ 1000 ტექნიკაა და ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი როცა მაგალითად ისეთ სფეროებიც არის რომელიც მივატოვე და ამ ყველაფრის გამო რადგან უცებ მაგალითად მივარდი და მოინდომე შესწავლა მაგრამ როდესაც უბრალოდ გავიღვიძებდი და აღარ მინდოდა ამ ყველაფრის კეთება იმაზე კი არ იყო დამოკიდებული რომ ეს სფერო ცუდი იყო პირიქით ჩემი ცუდი მიდგომის გამო ვეღარ ვახერხებდი ამ ყველაფერს რა და შემდეგ დაუკირდი ამ ყველაფერს გავაანალიზე და ეს ყველაფერი საჭირო არის რა მაგალითად რაღაც ახალ სფეროს როცა იწყებთ საჭიროა დოზები მდგომარეობა თქვენი ემოცია ნუ ეს ყველაფერი ძალიან საჭირო არის რა და მუსიკის მიმართულებითაც ასე უდგები ხოლმე ხო მუსიკის მიმართულებით დიახ რა რაც არ უნდა სფერო იყოს ნუ ფანდურის სწავლა იყო გიტარის და ნებისმიერ სფეროს შესწავლა უნდა დაიწყო ამ ნაბიჯებით რომელი ნაბიჯებიც დაგეხმარება და რომელი ნაბიჯებიც სხვათა შორის რთული გადასადგმელია რადგან როდესაც ორგანიზმი გთხოვს რომ მიდი და შენეუნები რომ არა უნდა მოვიცადოთ ეს უფრო რთული არის ვიდრე ის რომ მიყვე შენ ორგანიზმს და უბრალოდ აკეთო ის რაც ესე მოგივა თავში რა. ესე გებია ხო. ძალიან საინტერესოა და ხო, ნუ აი ეს დასაძლევი ამბავია ზოგადად ბევრს ახლა მე ჩემ თავზე იმიტომ ვთქვი რა ხა მაგალითად 1 4 თუ 5 უცხოენა ვიცი ისე. კარგად 3-4 ისეთ კარგად და დანარჩენი 2 ესე სასაუბროდ და მაგრამ აი სულ მინდა ხოლმე ეს ახალი ენების სწავლა და აი რაღაც მომენტამდე ხო იცი უკვე რომ აი ძალიან რთული რო არის ისე აი რთული თუნდაც ის წინადადებით რაღაცა მანდ უკვე ვიჭედები და ძალიან მიჭირს და აი სულ კი საჭიროა გადანაწილება უბრალოდ რა აი რო გინდა რომ ეგრევე კი რაღაც დაგანაწილოს მესმის მესმის თქვენი ხო უბრალოდ ანუ არ არის აქ თქვენი мотиваცია და არ გეგონოთ რომ დაბალია უბრალოდ პირიქით მაღალი როანე შეიძლება მაგიტო შეწყვიტოს ტვინმა ამ ყველაფერზე მუშაობა რა თქვენმა ორგანიზმმა რა და უნდა ესე პატარ-პატარა ლუკმებით უფრო მოინდომოთ რა აი ვცდი შემდეგში ხსნელნელა ანუ ერთი ტექნიკა არსებობს რაც მე რასაც დავუკვირდი აი როცა უკვე აღარ გეხალისება და უკვე შენ თავს ძალას ატან მაგ დროს უნდა გაჩერდე რა და აი 15-20 წუთი არ იქნება გასული როცა იგივე ხალისი მოგივა და კიდე მანდაც უნდა მიყვე ისე როგორც საჭიროა რა ეს მთლიანად ჩემ გამოცდილებას საუბრობ და არ საუბრობ რაღაც ესე ხო ხვდებით რა რაღაც ესე ვთქვათ სტანდარტს და ესე არის აუცილებლად რა უბრალოდ ჩემი გამოცდილებით და რამაც შედეგი მომიტანა მე ამ ყველაფერს გესაუბრებით რა. რა შეიძლება ახლა ესეც საუბრობდით ამ ტექნიკებზე და ნების ყოფაზე შენ ასევე ძალიან ისეთი ხარ რა ქვია ძალიან გიყვარს ლიტერატურა როგორც ვიცი კითხვა ეხლა არ ვიცი მაყურებელმა იცის თუ არა 2001 წელს ხარ დაბადებული ხო? ანუ 2001 წელს ხარ დაბადებული, ანუ აი ისეთი უკვე გაჯეტების ხანაში და მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ ახერხებ იმას რომ თავისუფალ დროს, ანუ
არა რაღაცა მობილურები და იმით რაც ანუ ეხლა ზოგადად მარტო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის კი არა დიდებისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მეც რამდენჯერ რომ ეხლა ჩემ თავზე ხა ცოტა დღეს ბევრჯერ მომიწია ის, მაგრამ რაღაცა ბევრი მას ვხედავ ხოლმე, ხო ამასთან დაკავშირებით რომ ძალიან მიყვარს კითხვა ბავშვობიდან, მაგრამ აი ეხლაც როცა ვკითხულობ ხოლმე, მაინც გამირბის ხოლმე ტელეფონისკენ ხელი და რა ვსკროლავ რაღაც იქ ის არის და უშუალოდ notification-ები ისინი შეტყობინებები რაღაცები და ხო ანუ და ისეთ კონცენტრაციას როგორც ანუ ხა მე ბევრად უფროსი ვარ შენს და ჩემ დროს ხა ჩემ ბავშვობის პერიოდში არ იყო ეს მობილურები და ისინი და სტუდენტები და ძალიან მთლიანად ვიყავი კონცენტრირებული კითხვაზე და ჩემი საყვარელი საქმიანობა, მაგრამ აი ხა ხო აი ზუსტად მაგას ვამბობ რომ ვერ ვახერხებ და ვაბრალებ აი ამას მობილურს და ну ესეთ რაღაც ეს აი როგორ შენ რო თქვა რომ ესე ვახერხებ თქო და რაღაც ძალის დატანება მიწევს ხო ზოგადად როგორ აი ძალის დატანებას მიწევს თქო არა იმიტომ რომ ესე უფრო სიამოვნებს და რა თქმა უნდა ანუ იმას ვაკეთებ რაც სიამოვნებს რა წეგან რაც ვახსენე რომ ეხლა ტელეფონს არ ჩავადარებ მაგრამ აი როცა კითხულობ მაგალითად რა როგორ არის რომ რაც არ უნდა ეწეროს ანუ როგორი დახასიათებაც არ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის ან გარემოსი იმას წარმოიდგენ როგორც შენ წარმოგიდგენია და შენი ფანტაზიის მიხედვით რა მანდაც იმდენად თავისუფალი ხარ და იმდენად ან იმდენად ჩემ თავზე ვსაუბრობ რა იმდენად ჩემ გემოზე მიდის ხოლმე ნებისმიერი სიტუაცია რაც არ უნდა იყოს და არც უკვირდები და არც განვიხილავ იმას თუ რეალურად როგორც შეიძლება რეალურად საერთოდ არანაირად არ იყო და მივყვები მთლიანად ჩემ ფანტაზიას და ჩემ გემოზე როგორც მომიდება ხოლმე ისე აღვიქვამ იქ დაწერილს და როდესაც მაგალითად ახლა ტელეფონს შევადაროთ ტელეფონი ნუ რაც არ უნდა იყოს გაჩვენებს პირდაპირ ყველაფერს და არ გიტოვებს იმის საშუალებას რომ რაღაც შენ გემოზე რამე აღიქვა ხო? რეალობაში გაბრუნებს ხო? ნუ მაინც შენებურად ავიქონ ყველაფერს, მაგრამ ამ კითხვის დროს, რა ნებისმიერ რამისკენ მით უმეტეს ლიტერატურის კითხვის დროს, მთლიანად ჩემ გემოზე ვარ ხოლმე და მაგ დროს სიამოვნებს ან ეს პროცესი რა. და აი ბავშვობაში მაგალითად ბავშვობიდან აი ვარჯიშის დროს და ზოგადად ანუ არ ქონია ხო ესეთი მიდრეკილება ან არ ხარ დამოკიდებულება არ ქონია ხო ანუ ტელეფონზე ხო ანუ აი რაღაც თამაშები და რაღაცები ხო არ მივიდა კი თამაშები ძალიან მიყვარდა მაგრამ ნუ თამაშებშიდაც რა ეხა რო განვიხილოთ რა ისეთ თამაშებს თამაშობ სადაც მაგალითად თავისუფალი როგორ თქვა რა ქვია სადაც შეგიძლია რომ თავისუფლად იარ მაგალითად რომელია ეგეთი თამაში ანუ რო არ მიყვები იმ მაგალითად ისტორიას რა ისტორიასაც ბევრი არის ეს თამაში რომელიც მაგალითად თავის ისტორიას გაჩვენებს მარტო და იმ ისტორიის მიხედვით უნდა ითამაშო და თამაშებია ისეთი სადაც როგორც შენ გინდა ისე იქცევი რა და მანდაც ეგეთ თამაშები მიყვარს სპონტანური ხო ეს ანუ ისეთი დავალებების შესრულების დროსაც გააქვს არჩევანი თუ რომელ გადაწყვეტილებას მიიღებ რა ეგეთი თამაშები უფრო მისდოს მანდაც რა მაგრამ დიდად ეხა დროს უთმობდეთ ხო არა რა გასაგებია ხო ანუ აი სიუჟეტის საინტერესოობა გიზიდავს ალბათ ხო ზოგადად ხო როგორც ნუ რა თქმა უნდა ხო როგორც ლიტერატურაში ასევე თამაშებში ხო როგორც კი ბატონო კი ეგეც ხო ძალიან საინტერესოა რაღაც ესეთი განსხვავებული ხარ სხვებისგან ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით ისა გძნობ მართლა ეხლა მე უყურებ ხოლმე უსმენ ხოლმე რა თქმა უნდა სპორტსმენებს და რაღაც ისე მიკერძებულად არ მინდა ჩამეთვალოს რადგან ჩემი სტუმარი ხარ მაგრამ აი რაღაც განსხვავებულობას გძნობ ხოლმე ანუ ჩემ სხვა არასდროს ანუ გვაი გულახილად რომ მითხრა არასდროს რაღაც არ შევდარებული ვარ რა და არავის თქვენ ხო თქვით რომ აი განსხვავებული შეიძლება ძალიან კარგი სიტყვა იყოს რადგან არც კარგი არის და არც ცუდი არის და არც დადებითი არც უარყოფითი რა ეს ყველაფერი თუნდაც შეიძლება ჩემი მდგომარეობა ან თქვენი მდგომარეობა არის განსხვავებული ხო და არასდროს არ განვიხილავ ვინმეს მაგალითად მიმართულებას ის თუნდაც ტელეფონში რომ არის ან წიგს კითხულობს ან არ კითხულობს საერთოდ არასდროს არ განვიხილია როგორც თქვათ ის როგორ იქცევა ან ცუდად იქცევა კარგად იქცევა რა ანუ იმის ორგანიზმი და ალბათ იმის მდგომარეობა კმაყოფილდება იმ ყველაფრით რასაც აკეთებს ხო და მე რომ თქვა რომ ეხა ძალას ვატანდე და ეს ვიცი რომ კარგია მაგალითად წიგნი და ტელეფონი ცუდია საერთოდ არ განვიხილავ იმიტომ რომ იმას ვაკეთებ რაც სიამოვნებს ალბათ ტელეფონიც რომ სიამოვნებდეს ისეთი მიდგომა და ისეთი ხასიათი მაქვს რომ მთელი დღე ტელეფონში ვიქნებოდი რა ეგეთი ვარ ამბავი გასაგებია ხო
მაგრამ ამ კუთხით მაინც რას ურჩევ ბავშვებს? თანატოლოს. აი ამ მონოლოგიდან გამომდინარე იმას ურჩევ რომ რისი მიდრეკილებაც აქვს და გული რისკენაც მიუწევთ იმას გაყვნენ ბოლომდე. ნუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე შრომა არის საჭირო და სწორი მიდგომები არ მაგალითად როგორც წევან ვახსენეთ შეიძლება სწორი მიმართულება ისე აღიქვა და ისე მიუდგე სწორ სფეროს რომ საერთოდ აღარ მოგწონდეს რა და რისი მიდრეკილებაც აქვს და რაც გულით უნდათ ის აკეთონ სწორად რა და მადლობა ღმერთს ნებისმიერ სფეროში არ არის ისეთ რაღაც ახალი სფერო რომ ვინმეს გამოცდილება არ ქონდეს. ნებისმიერ სფეროში არიან ისეთი ადამიანები ვისაც აქვთ იმ ნებისმიერ სფეროს გამოცდილება რომელთაც დაინტერესდებიან რა. სპორტი აიღე ნებისმიერ ხელოვნების სფერო თუნდაც ხატრული ლიტერატურა პირიქით რა უფრო ხელოვნების სფეროში ისეთი ჩახედული და ისეთი გამოცდილების მქონე ადამიანები არსებობენ რომ შეიძლება ეგ საშიშროებაც არის და ეგ საშიშროება რომ ამ ადამიანებს გაყვნენ და მთლიანად ამ ადამიანებს ზეგავლენის ქვეშ მოექცენ რა. ანუ იმ დონის სპეციალისტები არიან და იმ დონის პროფესიონალები, მაგრამ ეგეც ერთ-ერთი ტექნიკა და ერთ-ერთი მიდგომა, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა უყურო, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცას გასწავლის, არ უნდა იყო მასე დამოკიდებული რა. პირიქით, მადლობა ღმერთს, ჩემი წვრთნელები და ნებისმიერი რასაც სწავლობ რა. როგორ თქვა კი არ ვარ მათზე დამოკიდებული და იმას კი არ მიმითითებენ რომ სულ ჩვენზე ჩვენ შეგვიყვება პირიქით მასწავლიან თუ როგორ მოახერხო ეს ჩემით რა ეს არის ყველაზე კარგი მიდგომა რაც შეიძლება მაგალითად გამოცდილს მისცეს რა რომ შეძლოს ანუ უნდა მომეხმარო იმაში მაგალითად რაღაცას რომ მასწავლი და მიმითითებ უნდა მომეხმარო იმაში ეს ჩემით როგორ გავაკეთო დამოუკიდებლად თუ ყოველ ჯერზე თქვენ დახმარება დამჭირდა მაშინ არ ყოფილვარ ხო ეს ვიგულისხმობ ზეგავლენის ქვეშ ყოფნაში რა ძალიან კარგი ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრი ამასთან დაკავშირებით რაც შეეხება ხელ ლიტერატურას კითხავ და ამ კითხულობ ხო ანუ რას აი ბოლოს არა უბრალოდ ყველაზე მეტად რა გიყვარს ანუ გაქვს გამორჩეული წიგნი ასე ვთქვათ ან ცოტა ისეთი ანალური შეკითხვა მე მაგალითად ალბათ ყველა ადამიანს აქვს ძალიან ბევრი არის რა ეგეთი წიგნი რომელიც კითხვაც მიყვარს მაგრამ აი რაც ახლა ნებისმიერ ჩემ მეგობარს ოთახში ვინც ყავს შეკრებაზე ვინც ვართ რო შეკითხოთ ისინი ძალიან მარტივად გიპასუხებენ თუ ილიას რომელი წიგნი დააქსულ და რომელი წიგნი უყვარს რა და არის ვეფხისტყაოსანი რა სულ რაც მანქანაში ერთი სულ მიდევს და ჩანთაში სულ მიდევს და სახლში სულ მაქვს და რასაც სულ უბრუნდები ხოლმე და ძალიან მიყვარს მისი კითხვა რა და იმასთან ერთად კიდევ სხვადასხვა წიგნები დამაქვს ხოლმე რა თქმა უნდა ესე საკითხავად ესე იგი ვეფხისტყაოსანი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნუ ამ ეტაპზე ვეფხისტყაოსანზე ვარ შეჩერებული რა ის ანუ ესე რო აღქვა რა ის წიგნი რომელიც სულ დამაქვს ხო ამჯერად ქართველების საგანძურია ხო ვეფხისტყაოსანი რეალურად ხო და აი რა შეიძლება ხა მეგობრები ახსენე მეგობრები ძალიან ესეთი ბევრი მეგობარი ყავს როგორც ვიცი და სულ რაღაცა კარგად ყოველ შემთხვევაში ვიდეოები არის ხოლმე ყოველთვის მე რაღაც როცა დროს ესე თავისუფალი დრო გაქვს მეგობრებთან ერთად ატარებ ხოლმე და სულ რაღაც ესეთი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი მეგობრები ყავს იქ სიმღერები მუსიკა ისა და თან ის ქართულ სუფრასთან და აი ეს სიტუაცია ის ქართული სუფრის და მეგობრების შეკრება შენთვის რა არის ზოგადად ეხლა თან იუდოისტი ხარ და რასაკვირველია ვიცი რომ ანუ არ ხართ ეხლა ესეთი ამ კუთხით ძალიან ნუ როგორც ვახსენე რა ნებისმიერი თუნდაც აი ნებისმიერი სფეროსთვის ნებისმიერი ადამიანის წარმატებისთვის არის ის დადებითი ემოციები და ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც კარგად ხსნობს თავს რა და ერთ-ერთი კუთხე რა და ერთ-ერთი მიმართულება ჩემთვის არის თუნდაც პროფესიონალ მუსიკოსებთან, ჩემ მეგობრებთან, მადლობა ღმერთს რომ რაღაც ესე განგებამ თქო, რო ვთქვა რა, განგებამ ისე მოახერხა რომ ამ ადამიანებს გადამყარა და დამამეგობრა რა და დამამეგობრდი და ძალიან ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს სიტუაციაც, ეს მიმართულება ძალიან მეხმარება იმაში, რომ მეხმარება რა, ანუ კარგად გრძნობთ ხოლმე ერთად თავს რა. უბრალოდ ესეთ საღამოებს რომ როცა ვაწყობთ, ერთი მინუსი აქვს რომ მალე გადის.
ეგ მინუსი აქვს, რომ ანუ იმდენი კარგი რამ ხდება და იმდენი კარგაც მალე გადის უბრალოდ და კიდევ გინდა რომ ყოველ დღე ეს ყველაფერი იმეორო რა. ისე როცა ალბათ შეჯიბრებს შორის როცა გაგვიხო ესეთი. და ისე ღვინოს სვამთ თუ ანუ ეხა ალკოჰოლს ზოგადად სპორტსმენები არ ეტანებით, ვიცი მით უმეტეს ესეთი აქტიურ სპორტში როცა ხარ და. ნუ კი რა თქმა უნდა, ეხა ქართული კაცი. ღვინოს სვამ, მაგრამ სხვათა შორის რომ თქვა რომ არ პირიქით მომწონს დალევა და თრობა მით უმეტეს ღვინით, მაგრამ ჩვენი სპორტიდან გამომდინარე ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე და ნუ სწორიც არის. ბატონო. ხო, მაგრამ როცა დრო მოახონმე და რაც აუცილებელია ჩვენ მწვრთნელიც გვარიგებს რომ ხანდახან განტვირთვა მოახერხო ძალიან დიდი სიამოვნებით მივირთმენ ხოლმე რა. რას ნიშნავს შენთვის აი რა გვაქვს ამაყო ზოგადად ქართველებს შენი აზრით ყველაზე მეტად და რა არის აი იყო ქართველი მით უმეტეს აი შენ შეგიძლია ეს თამამა თქვა იმიტომ რომ ხშირად წარმოადგენ ხოლმე საქართველოს და ამაზე აი რაღაცა რომც არ გავცე პასუხი რაც ვილაპარაკე რა ეს მიდრეკილებები რაც მე შინაგანად მაქვს ფიქრობ რა არ დავდებ თავს რომ რაღაც ესე ქართული ერთადერთი ქართული ის არის მიმართულება, მაგრამ მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს მე ჩემდა როგორ თქვა, ჩემდა დამოუკიდებლად ეს ყველაფერი მაქვს, მაგალითად ეს რომ სიამოვნებს, ამაზე დაკვრომ სიამოვნებს, კარგი ადამიანებთან კარგი ურთიერთობა, დადებითი ემოციების გამოხატვა სიამოვნებს, მაგრამ ხო შეიძლება პირიქით ყოფილიყო და არის მაგალითად ქვეყნების ანუ არ გვინდა მას საუბარი მადლობელი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ქართველობა არის და ქართული გენი არის და ჩემი დნმ-ია ესე ვიტყვი რომ ამ ყველაფრისგან მიდრეკილება მაქვს თუნდაც მუსიკისკენ, კითხვისკენ, სპორტისკენ და ის თუნდაც ის მომენტი რომ ვთქვი რომ ჩემთვის ერთადერთი ასაქმელი გულშემატკივრების თვალები არ და გულშემატკივრების გულებია თქო ესეც ჩემდა დამოუკიდებლად არის და ჩემ გენეტიკაში არის ესე ვთქვა და ქართველებს რა ნუ ერთ-ერთი ეს მე რაც დამყვა ყოველ შემთხვევაში ჩემი რაც მაქვს ორგანიზმი და ჩემი დნმ-ები, ჩემი ტვინი ერთ-ერთი გამოხატულება ამის ესე ვფიქრობ და ძალიან მადლიერი ვარ მე ქართული გენის ზოგადად რა ჩვენთანაც აი რომ ვთქვა რა ჩვენთანაც ნაკრებში აი ეს არის სხვა თუ არაფერი თუნდაც ესე 3 მილიონიან ქვეყანაში ჩვენთან ნაკრებში, რა თქმა უნდა, ყველა ხო ძალიან მაგრად ჭიდაობს, ან მაგრად აკეთებს თავის საქმეს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამეა. მე 10-დან 8 და 9, როცა მოისმენენ ამ მუსიკას ჩემ დაკრულს ან რაღაცა გაიგონებენ, სწავლას მოინდომებენ და 10-დან 9 და 10-დან 10 ნიჭიერი არის და დაჯილდოებული არის ამ ყველაფრით, რა და ეს ან სხვა თუ არაფერი რა არის თუ არა ქართველობა რა და ქართული გენი რა, რომ ამ ყველაფრისგან აი ერთი ნაბიჯი აქვს იმათაც რომ ეს ყველაფერი შეისწავლონ და ამ ყველაფერს განვითარდნენ და თუ რამე არის რა ვიცი სხვა სოფლიო ღირებულება ისეთი რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ხელოვნება სპორტი და რა ვიცი ესეთი დადებითი შემოქმედებითი სფეროები არ ვიცი შენ თქვი რომ ყველა ქართულში არის ნიჭიო რომელსაც გამოღვიძება ჭირდება კი და ზუსტად ან მე კი არ ვამბობ რაღაც უცხო ადამიანებზე ან რაღაც ისეთ ადამიანებზე თანახე ხო არ საუბრობ იმიტომ რომ ჩემთან ნაკრებში ახალგაზრდებიდან ჭაბუკებიდან დაწყებული ხო გაქვს ხოლმე დიდებამდე დამთავრებული ყველას ორგანიზმში და ყველას ტვინში არის რაღაც ერთი ნაბიჯი რა ნაბიჯითაც ისინი ამ საქმესაც ძალიან მაგრად გააკეთებენ რა და ეს იმხელა რესურსი არის რომ რა სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს დადებით იმაში რა ქვია ქართველობაში რა ქართულ გენში. ტრადიციული ხარ ისე, ანუ ტრადიციებს რამდენად სიმპათიებს ქართულ ტრადიციებს და რა არის ესეთი ტრადიცია ყველაზე ნუ რა თქმა უნდა ტრადიციებს რა ძალაუნებურათაც ერთია და მეორე ტრადიცია ხომ არის ისეთი დანატოვარი წინაპრისგან რამაც შენ უნდა გაგიმარტივოს ცხოვრება ხო ნებისმიერი ცხოვრების კუთხით და მე ნუ პირველ რიგში მე ჩემი თავიდან და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე მე რაც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს ჩემი ნათესავებიდან დიდი ადამიანებიდან სწავლობ ის ჩემთვის ანუ ამ ყველაფერს ამ ნასწავლს ამ დანატოვარს ტრადიცია რომ უწოდოთ ანუ თუნდაც ქცევის წესი თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობის მიმართულებები რა რაც მე მასწავლეს ბავშვობიდან სოფლიო ასპარეზზე ნებისმიერ ქვეყნის წარმომადგენლებთან ვისთანაც არ უნდა მქონდეს ურთიერთობა ყოველთვის გამომაჩენს ხოლმე და
ამ ყველაფრის ანუ ჩემ დაუნებურად ეგეც რა, ამ ყველაფრის გამეორება რა, ესე ვთქვათ, წარმოგვაჩენს ხოლმე საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე და მეტი ხა. კი, სხვათა შორის აი მე რასაც ვაკვირდები, ქართველი სპორტსმენები ხშირ შემთხვევაში არიან საკმაოდ ისეთი ტრადიციის მატარებლები და მათ შორის ძალიან მორწმუნეებიც არიან ხოლმე. ნებისმიერი ტრადიცია რა, რომელიც მე ვახსენე თუნდაც ადამიანთან ურთიერთობა, ადამიანისთან მიმართვა, დამოკიდებულება, ნებისმიერი რამ, რაც მე მაგალითად მასწავლეს ჩემმა მშობელებმა და დამიტოვეს, რაც ტრადიციად უნდა აღიქვა, რა თქმა უნდა, თუნდაც სუფრაზე მოქცევა, სუფრის წესი, ყოველთვის ნებისმიერ ქვეყნის წარმომადგენლებს ევროპაში, აზიაში თუ ამერიკაში ყველას უკვირდა და პირიქით დადებითად ხდებოდნენ ამ ყველაფერს რა. და აქედან გამომდინარე ვენდობი მე ამ ყველაფერს და თუ რა თქმა უნდა რამე არ მომეწონება დავждები და ვიკითხავ თუ რა არის ეს ყველაფერი, რატომ, საიდან წამოვიდა, რატომ იყო და ამ ყველაფრის ანალიზს გავაკეთებ, რა თქმა უნდა. აი მორწმუნეობაზე კითხე და გაქვს ზოგადად აი ხშირად სპორტსმენებს აქვთ ხოლმე რაღაცა რიტუალები ან შეჯიბრის წინ და შენ თუ გაქვს ესეთი რაიმე სხვათა შორის რაც ჩამოყალიბდი რა აი ჩემო მეგობრებმაც იციან არასდროს რაღაცა არ მithოვია ღმერთისთვის ესე გამომარჯვებიან რაღაცა ეგეთი რამე რა სულ თუ მომეცემა საშუალება და ეკლესიაში ვიქნები და სანთელს დავამატებ, სულ ისეთ რამეს ვთხოვ, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად, ჩემი მშობლების, ჩემი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას, შვიდობას, ისეთ რამებს, რაც თქვათ, ჩემზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი ღმერთია, მაგრამ თითქოს როცა ვთხოვ, რომ აი გამომარჯვებინდე, აი არასდროს არ მithოვია ჩემი ჩამოყალიბებული ცხოვრების განმავლობაში რა ეგეთი რამე. არ ვიცი ხა რამდენად არის ეს სწორი თუ არასწორი, მაგრამ ეგეთი დამოკიდებულება აქვს მე. რას ფიქრობ, აი რატომ არის ძიუდო აი ტრადიციებთან, არ ვიცი მე შეიძლება კავშირს ხედავ და რატომ არის საქართველოში ესეთი პოპულარული სპორტი ჭიდაობასთან ერთად, მაგრამ ეხლა ძიუდო კიდევ სხვა სტილის არის, მით უმეტეს ის არის როგორც აღნიშნეთ, იაპონური არის და მაგრამ პირველ რიგში ძალიან მაგრად ეს არის და ეხლა ბოლო დროსაც ძალიან მაგარი სპორტსმენები ყავს, ერთ-ერთი აკერ წინისი ხარ. ხო, პირველი რაც შემიძლია, რაც მომაგონდა უცებ თავში არის ქართული ჭიდაობა, ის ტრადიცია და ის ჭიდაობის სტილი თვითონ ფენომენი ქართული ჭიდაობის, რაც ჩვენ გენში გვაქვს და შეიძლება ძიუდოს გამოგონებამდეც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებდით. ამ ყველაფრის სტრუქტურა, ესე ვიტყოდი, რადგან ქართული ჭიდაობა მოგეხსენებათ ჩოხით, ანუ ჩოხა ქვია ჩვენთან, ხელის შესავლები, როგორც კიმონო არის, ისე არის ჩვენთან ჩოხა და ძიუდოში რა ამ გენის და ამ დატოვებული გამოცდილების ადაპტაცია ძალიან მარტივად მოხდა რა, ესე ვიტყოდი. და ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი ყავდა და თავიდანვე როგორც კი ძიუდო შეიქმნა, მარტივად მოახერხეთ წარმატების მიღწევა ამ სფეროში რა. ალბათ მაგიტო, მაგრამ სხვა სპორტებსაც რო გადახედო, სხვა სპორტებში ყველა სპორტში წარმატებულები ვართ და მაგრამ ძიუდოზე რო ვისაუბროთ, ამის გამო მგონია რა. და რას ფიქრობ, რა არის ამის საფუძველი, რომ აი ხლა ძალიან ყველა სპორტში რაღაც ყოველ შემთხვევაში მე რასაც ხედავ, უკვე მაგის ფიგურს რომ მოვიგებდით ოქროს ნაწილს. უკვე ეგრო განვიხილოთ, ეს ალბათ ის ქართული გენია და ქართული ჟინი, რომელიც ჩვენ ოდითგანვე მოგზდევდა და თუ მანამდე მაგალითად ამ ეს ჟინი გამომუშავეთ ომებში თავდაცვის დროს, ეს ჟინი ამ ჟინს ხო გასაქანი უნდა მისცემოდა თქვა თანამედროვე სამყაროში და ალბათ ამ ჟინმა აქ პოვა ყველაზე კარგად განხორციელება რა სპორტებში. და კარგადაც ვახერხებ რა. ხელშეწყობაც არის, ხო? რა თქმა უნდა, ხელშეწყობა არის და მე მაგალითად ჩემი თავიდან და ძიუდოდან გამომდინარე ვიტყვი, რავი, მარტო მიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ დავიხარჯო და როგორ
ვიშრომო რა სხვა დეტალებზე მე თუ ეს როგორ მქონდეს რომ ეს საჭიროა ის საჭირო არაფერი ძალიან მიფიქრია ეკონომიკურ საკითხებზე კი ბატონო ფინანსურ ხო ნუ და ასეთი რაოდენობით გოგოების არ ყოფილან ალბათ ეხა აი ეთოლი პარტელიანი რო ვიყოთ ესეთი ნუ შედეგებს აღწევს რომ ანუ გოგოებისთვისაც ძალიან ისეთი პოპულარული სპორტი კი ბატონო ისეთი რაოდენობა არის გოგოების თაობის რა ძიუდოში რომ არასდროს არ ყოფილა რა რომ მიხვიდეთ ძიუდოს აკადემიაში და დაესწროთ გოგოების ვარიც ძალიან დიდი რაოდენობა არის და ესეც რა თქმა უნდა ეთერილი პარტელიანის უდიდესი წვლილი არის ამაში რომ გაუღვიძა გოგოებს ის мотивация რომ გოგოებსაც შეუძლიათ ჩემპიონი გახდნენ. ხო. მე ხა დიდი ვარ მაგისთვის უკვე, თორე ცოტა ადრე რო ყოფილიყო ესეთი სიტუაცია შეიძლება მეც ჩავრთულიყავი მაგ ამბავში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს აი სპორტის სახეობა და ძალიან მაგარი სპორტსმენები ვყავართ ქართველები. ამ სახეობაში და ძალიან მეამაყება ეს ამბავი მით უმეტეს ხო წინ კიდე ბევრი შეჯიბრია და პირველ რიგში რასაკვირველია გისურვებ რომ ოლიმპიური ოქრო მოგეგოს მადლობა დარწმუნებული ვარ ყველა სპორტსმენის ალბათ ვინც ასე ვთქვათ ოლიმპიურ სახეობაში მოღვაწეობს მაინც ეს არის ნომერ პირველი მიზანი კი ბატონო სპორტში და ოლიმპიური სპორტსმენის მთავარი მიზანი სპორტული ოლიმპიადა არის და ნუ მეც ყველა ჩვენ ქართველს ვუსურვებ რომ ეს ოლიმპიური ოქრო ერთი მინიმუმ სახლში ედოთ რა ხო ეხლა ვერცხლის მერე კი ბატონო ჯერია ოქროზე ხო და ეხლა რას ველოდებით ეხლა ველოდებით პარიზის გრანსლემს მან მიდიხარ იქ შეჯიბრს პარიზის გრანსლემს ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრია ხო კი ნუ მე არ ვიჭიდავებ გუნდის სხვა წევრები ვიჭიდავენ მაგრამ შეკრებაზე მივდივარ სწორად თქვით შეკრებაზე სავარჯიშოდ საერთაშორისო შეკრება არის და ამის შემდეგ უკვე რაღაც პატარ-პატარა შეჯიბრებები იქნება და მომემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის რომელიც სხვა შორის საქართველოში გაიმართება თბილისში და ყველას ურჩევ რომ მოვიდეს და დატკბეს სანახაობით. მოკლედ, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ინტერვიუსთვის, პოდკასტისთვის, რა ვიცი, როგორც გინდა დავარქვათ, საუბრისთვის და აზრების გაცვლისთვის ერთმანეთს. რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენგან ყველაფრის მოსმენა, იმიტომ ძალიან დიდ პატივს გზემ და რასაკვირველია კიდევ ერთხელ გისურვებ, რომ ბევრჯერ გამარჯვებას გისურვებ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ ოქროს. და კიდე ერთი, მოკლედ, მე როგორც ვიცი, შენ რო გიყვარს ეს ციგნები, მე მაინც ახლა მე ჩემს საყვარელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ციგნი წამოგიღე და უნდა გაჩუქო. აი, ზა სასაცილოა ახლა რა. სხვათა შორის ამას ვკითხულობ, სადღაც სამ შუაში ვარ რა და ბაკურიანში, აი დედას როგორ დავიფიცო რა. მაინც გაჩუქებ მე და ეს გააკეთე. რევიკი ხო და. ხო. იმიტომ ეს ანუ ეს სტუდენტობიდან მოყოლება იმიტომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სხვათა აი ძალიან დიდი დამთხევარი მართლა ეს ბაკურიანში ვკითხულობდი ახლა რა მეორე წიგნად რა მქონდა წაღებული და დამრჩა ბაკურიანში და ეხა სახლში საკითხავად არ მქონდა აი ხალხნო მაგარი ეს არის ხო და ეხა მოდი დავწერთ ჩვენი ისა აუ ჩემსაც ჰქონდა ისინი რა ამ გამოცემას რაღაცა შეტყუებული ფურცლები და ამას არ აქვს. მოდი ჩვენი ამ გადაცემის სახელით ხო? კი ბატონო. ესე იგი დღევანდელი რიცხვით და მოკლედ დღეს არის ხო მოკლედ რაც არის. რაღაცა ისეთი მოლოდინი მქონდა რომ მექნებოდა წაკითხული, მაგრამ ამ მომენტში რო ვკითხულობ თუ მაგას მაჩვენდი მაგის. მაგის მოლოდინი არ მქონდა. ამას მოუყვები ხოლმე სხვა პოდკასტში. აი ესეც შემოგვეც და ხელზე მეჩუქებინოს დაბა წარმატებები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აი ხარ. ჩემ ნაჩუქარწიგში დავიწყე და შენ ნაჩუქარწიგში დავამთავრებ კითხავს. ძალიან მაგარია და მაყურებლებს ვთხოვ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო და დააკომენტაროთ თუ მოგეწონა და დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებოდეთ. კარგად იხავით. მადლობა.